გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო. გამარჯობა ყველას. ჩვენ ისე ვაქვართ. ესე რა ვიცი. ხო, ეს არის ჩვენი მეორე რუსიკო და ნანიკო. და ვართ ძალიან კმაყოფილები. თქვენ ხართ კმაყოფილები? არ გვაინტერესებს თუ გვაინტერესებს? არა, ნუ ზოგჯერ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ დედას გეფიცებით უმჯეროდეს. ყველა კმაყოფილია ვინც ნახა, ხო იცი? ხო და მეც კმაყოფილი ვარ. ჩვენ ესე მოდი მაინც მეორე გადაცემა თუ არც ვიცი, ვერ ხვდები ხოლმე რა უნდა. მეორე სტრიმია, მეორე არაფერი, მეორე ეპიზოდი. მეორე ეპიზოდი. სწორია რა. მეორე ეპიზოდია. მეორე ეპიზოდია. ალბათ ყავს უკვე ხო? მაყურებელი YouTube-ზე ასე თუ ისე, ხო? არა, როგორ არ ყავს, ჯერთი ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, ნუ ცოტა გამლანძღა, ძალიან ცოტა გაილანძღა. კაია, დავილანძღოთ და ეს ჩვენ ხომ გვაძლიერებს. არა, მართლა მიკვირდა დედას გეფცები, ამათ ტვინი წაუღე, რომ უი მე რაღაცა არ ჩანან, არ გულანძღავენ, რატო არ გულანძღავთ მართლა? თუ შეიძლება გაგულანძღებთ რა, ისე არ გვინდა ჩვენ. გაგულანძღეთ თუ შეიძლება. აი ამის ქვეშ დაწერეთ ლანძღვითი კომენტარები. თან ისეთი მსუყე. სუყე რა. არა, ხო და არ მოდის უკვე მეორე გადაცემა და არ მოდის და მართლა ვერ ხვდები რა ხდება. დაიდოს მსუყე ლანძღვის კომენტარები. ან მსუყე სტუმარი დაიდოს კრესლოში. მსუყე სტუმარი სტუფე თალხო. ასე აი ნახე როგორი ისა კრესლო თუ რა დავარქვათ? ამას დავარქვათ კაცებისთვის. სავარზე. ეს ისთვის არის. ეს არის რომ მან დაიდო. რომ მოვეფეროთ ეს. რომ მან დაიდო რომ არ გამოჩნდეს შენი. ხარ, ბევრი რაღაც შეგიძლია მაგით გააკეთო. დაფაროთ სხეულის ისეთ ნაწილები, რომელიც არ მოგწონს. ან გაზარდე სხეულის ისეთი ნაწილები, რომელიც გინდა რომ უფრო გაზრილი იყოს. და ასე. აქ. არა, კაი, იცი მე YouTube-ზე თუ შემოდიხარ, ეგრევე უნდა პირდაპირ ეგრევე. ცოტა body shaming-ი, ცოტა დაცინვა რაღაცები. მე კომენტარებიც წამოვა ნეგატიურ როლი მაგია. ხო და მართლა მიყვის რომ არ გულანძღავენ. არ გულანძღავენ, არ ნერვიულობთ. გულანძღავენ ნანიკო და უკვე ჯდომაზე სპეციალურად ხო იცი თავისუფლებას რო აწვევით, აი ესე რომ ზივართ მაგაზე მეცი. არა, ჯერ ერთი ეს არ არის თავისუფლება და ეს არის ჩემი მოთხოვნილება, რომ მე ფეხები აწეული თუ არ მაქვს მეგობრებო. გააჩნია როგორ გაქვს აწეული. ყველანაირად კი არ შეიძლება ფეხების აწევა სულ. არა, პატიო, ლუკა გადავარდა მგონი. ვიდეშია. ეს კამილის იდეა იყო ეს. ჩემი შეუყვდეთ რამე. ესე ღირსეულად ძალიან კომფორტული არის. გადავსვათ იქ. იყოს. კიდე შეგწვა. არა, მოვირგებ. ჩვენ ორივე მან დავეტევით. მაგრამ კიდე არ მოყოლა. არა, კროალი რაღაცა თუ ან მართლა ცუდად არის. ჯერ კი რა გადაყირავდა. კიდე აქეთ გადმოჭე. არა, იყოს კაცო. არა, კარგ რამ არის. კარგი, მასე მგონი, აი, იპოვე ადგილი. იპოვე. აი, ეს გაშეშებული უნდა იყოს და 1 საათი ვერ გაგაჩვენეს. 1 საათი არის. არ ნერვიულობ თქვენ. თან რაღაცა ცოტა ადგილს ხო ჭირდება ცვეთა. ცვეთა კი? კი, ცვეთით ჩვენ მაგრამ. თავარია წინ ცვეთა არ დაჭირდეს თორე. ცვეთა ყველაფერს ჭირდება. აუ, შეგიძლია. მე კიდე რა მიხარია იცი? შემიძლია თქვა ტრაკი. ტრაკი. აი პატარა ბავშვებს. კიდე მეტი რაღაც შეგვიძლია. კი, ეგ ვიცი, მაგრამ ტრაკით დავიწყებ. მე ცოტა ის ტიბედნიერი ვარ, აი ბავშვებს რო ახალი ნივთი საწოლში გაქვთ ხოლმე და გამეროძინავთ, ისე მიხარია ეს ამბავი. ისე რასაც იცილორი, რომ ანუ თქვენ ამდენი წელი გამოცდილება ერთად რა და მე მეტი გამოცდილება მაქვს YouTube-ზე ვიდრე თქვენ. აბა, მე რაც გავჩნდი სულ ტელევიზიაში ვარ. მე ვიცი. შევესწარით ყველა. მაგრამ რა არის, ამდენი წლის განმავლობაში მაინც ვერ ვიხდი რა მინდა და ვინ ვარ და შენ ვინ ახარ? აი ლუკა ნაჭყებია ვინ არის? აი ვინ არის? ესე იგი, ნუ თავიდან ეგრე body shaming-ი, მე ეგზისტენციალური კითხვები. ამის მერე რაზე ლაპარაკობთ? რა კომპლექსები მაქვს? შეიძლება არა გაცეკვით გამღერე. არა მართლა ვინ არის ლუკა ნაჭყებია? ბოლო მომენტში, ბოლო აწუთში მცემენ პროსტო ბრო და იქნება. რა ქვია, ლუკა ნაჭყები ვინ არის? ლუკა ნაჭყები არის ამ მომენტში აუ დაიტანჯა ხალხო მართლა რა. არა, კაი, არა, მომართა დოდანჯო ეს ცოტა ვაბუქებოდნა. გურთი რო შემოგი აბუქებს მომწონს მეთამაშები. არტისტია, ადამიანი. მეთამაშები. არა, აქვია, აუ, არა, ვინ არის ლუკა? აი, ნანუკა ვინ არის? ლუკა ნაჭყებია ვინ არის? რა უნდა ასუხენ მხოლოდ მაგაზე? აი გეტყვი. მე მაგალითად აი ვინ არის ნანიკო ხაზარაძე. 1-10 წლის წინ გეტყოდი იმ ყველაფერს რაც შემსავზე გამიგია, იმიტომ რომ ჩვენ თავს საიდან ვიცნობთ. შენი რეაქციებით ხო, რაღაც შენზე გაგონილით. მე გავიდა დრო და მივხვდი რომ რასაც ჩემზე ამბობენ მე ის არა ვარ. და შენ ვინ ახარ? არა, არაფერი, ანუ მე ჩემ გონებაში მინდა რომ ვიყო განმანათლებელი. ხარ? ხარ, დედას ეგ არის. ცოტა ის ბურღვამდე მისული. ცოტა შვიდი მასწავლე უკვე.
არა, ის თქვა, აი, მართლა იმდენად ჭკვიანი ტიპი ხარ. არა, არ შემიგინებია ჯერ, მაგრამ ლუკა გავიცანი, როდეს იცი, საერთოდ არ ვიცნობდი, არ იყო ჯერ ცნობილი იმ პროექტის ის არისო, რა ქვია, ჟიურის წევრი, სხვათა შორის რომელიც მიმყავდა მაშინ ტელევიზიაში და გავიცანი ესეთი რესტორანი იყო. ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა? და იქ მივედი საჭმელად და უცებ გამოვიდა თვითონ რა. და რაღაც მითითებები მისცა, რომ ეს არ ჭამო, ეს რაღაცნაირად უცებ ხო იცი შემოვიდა საიდანაც რაღაცნაირად ეს კონტაქტში ხომ ჩემთან რთული არ არის საერთოდ კონტაქტში შემოსვლა და გამოვიდა და უცებ მივხვდი რომ ეს შეფი ტიპი გამოვიდა ხო ხვდები თვითონ რა და ნუ საერთოდ არ წარმომედგინე რომ ჩემზე პატარა იყო აი არც ერთი წამი და ეხლა წარმოგიდგენია აი ჭკვია ანუ იმდენად ჭკვიანია კიდე ჩაწერების დროსაც რომ უყურებდი და რომ ვუსმენდი იმდენად ჭკვიანია ამ საკითხში რომ აი ცოტა ის არის რა ცხება აი ცოტა კიდე შეგაქებ და მე ისევ დაუბრუნდები იმ კითხვას ჩემი აზრით ხარ ცოტა ხისტი დღეს უნდა ერთწამი ნანიკოს უნდა რომ დღეს ყველა პოზა სადაც კი შეუძლია დააწვეს აქედან გელაპარაკოთ ყველაფერს გააკეთებს დღეს მაქსიმალურად არა და წინკირე ბევრი გადაცემა მაგრამ არა ოკეი გაგზელე სად ვიყავი ხარ ცოტა ხისტი რაც მე ძალიან მომწონს პირადად ხასიათიანი ადამიანები მხიბლა შენც ხისტი ხარ მე ძალიან ხისტი ვარ და შენც ხისტი ხარ სხვათა შორის ხარ ხისტი ხარ თავდაჯერებული არა იცი თავდაჯერება ხო იცი თავდაჯერებული თავი მეგონა რა და მე თერაპიაზე ვიარე და მითხრეს რომ თუ თავდაჯერების გამო ვარ თავდაჯერებულის როლი მაქვს ანუ პირიქით მოხდა ხო? არ ყოფილი თუ თავდაჯერებული მაგარია მადლობა ჩემო როგორ ხდება თერაპიაზე დავდივდი? ხო რა თქმა უნდა მე არ დავდივარ ფსიქოლოგთან იმიტომ რომ არანაირი კითხვა პასუხის გარეშე არ მაქვს ანუ შფოთი არ მაწუხებს ხო აი ხო აი კაია შენ რატო დადივარ? მე სულ შფოთი მაწუხებს ამას ესე გონია აი რას ეძებ? არას ვეძებ არა რისგან გაქვს შფოთი? ისგან რომ აი თუნდაც ახლა რავი რო იძახის ვიღაც ვიმე თუ იტყვის რომ მაგალითად ჭკვიანი ვარ ჭკვიანი იმიტომ რომ მე შინიაროდებელი არ ვიყო ხო ანუ ძლიერი ვარ იმიტომ რომ სუსტი არ ვიყო ეგეთი რაღაც ანუ აი ეს ჯანსაღი მექანიზმი არ არის რა იმიტომ არ სწავლობ და იმიტომ არ ვითარდები რომ ნიჭიერი ვარ რაღაც ეგეთი იმიტომ შევები რომ უბრალოდ მეშინია მოიცადე ვიღაცამ არ თქვას შენზე რომ ეს რაღაცა ვიღაცამ თქვას თუნდაც არა უბრალოდ სიტუაციაში არ აღმოჩნდა ეს არა კომპეტენტურად უგზნო თავს და მე მგონია რომ ესეთი სიტუაციები შენ ცხოვრებაში არ არსებობს ხო მაგრამ ეგ შრომის შედეგად შრომის შრომობ? ნუ ეხლა მეტნაკლებად რა აი ჩემს ბევრად მეცად შრომს ხალხი ნიჭიერი კაცი ხარ? არა მართლა ამბობ ხო არა? ყოილებზე რა ხდება ხოლმე იცი აქ არა არა ობიექტურად რა მე მყავს ჩემ გარშემო არიან ხალხი რომელიც აი რო შეხედა ნიჭიერი არის ყველა ასპექტში ჩემზე ბევრად ნიჭიერებს აუ ამ ორ ადამიანს მაგრად აკლია იმიტომ რომ ეს ისახის რომ უშნო არო და რა იმას გევა რაღაცებს გავს რო კითხო და შენ ხარ უნიჭო მართლა ხო არ თერაპიაზე უნდა ნიჭიერი რაღაც ნიჭიერი რაღაც X ფაქტორი გაქვს ისეთი შიგნით შენ თავში X ფაქტორი რაღაცა გაქვს ისეთი შენ თავში რაღაც რაც აი გაძლევს საშუალებას რომ მოცემულ ზღვრებს ავტომატურად გაცდენილი იყო რეგლამენტი არა და მე ანუ ბოლოს ის არის რა ქვია კარგად ვიცი თავის მოჩვენება ძალიან მაგრამ კაი манипуляტორი ხარ? რა თქმა უნდა. ეგ მგონია რომ ტელევიზიაში ვიყავით ყველანი ახლა ტელევიზიაში манипуляტორი. ტელევიზიაში ის გაუგია მე საავადმყოფოდ ყველანი მე ავადმყოფებ მოკლედ. ავადმყოფოდ ყველანი. მოიცა და ეს ტელევიზიის ეს შენი რაღაცები მიგახმერე პირად ცხოვრებაში? არა მე ისე ვიყავ მე ეგ რომ მქონდა მაგიტომ მიყვანეს ტელევიზიაში. მეგრელი კაცი მაინც უყვარი ხო იცი შენ? ოთორე ეგ არის და ცოტა რაღაცა შეგვიძლია ჩააჭირო და სისულელები ლაპარაკოს და დააბნეველი იყოს ხოლმე. ეხლა როგორ რაღაცა იცი? მაგას აუ ნახე რა ხელა ფორმულა თქვა სისულელები ლაპარაკო რომ დააბნიო ხალხი. იცი რაღაცა აი ზამარტი მაგას ეძახიან ორი სიმართლე ერთი ტყუილის პრინციპი არის ხო იცი რა? ორი სიმართლეში თუ ერთ ტყუილს მოაქცევ ხოლმე ის ერთი ტყუილი დამაჯერებელია ხოლმე. შეიჭამ გაგხდება რა. და დავით თელი პოლიტიკა მაგაზე აშენებული და ჩათვალეთ პოლიტიკოსი ვარ როგორც მაგის ნერვები არ მაქვს. აი რა ყველგან პოლიტიკა ოჯახი პოლიტიკა არ არის? ყველაფერი პოლიტიკა არის ხო? შვილი ხარ, შვილი ყავს 8 შვილის ვარ კი, შეტევდი შვილის ვარ. ხო, მაგრამ მამა ხარ. ხო, მამა ახალდამა ვარ. ახალბედა. ხო. უკვე გადააქანე თვალები თუ არა ჯერ? აი უკვე ესე ხარ. იცი რა არის ანუ მინდა გითხრათ მე გამიმართლა ბევრ ასპექტში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ანუ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მაგ ბავშვის ესე ვთქვათ მოვლაში და დედას ძალიან დიდ ანუ მიუხედავად იმისა რომ თავის კარიერა აქვს ძალიან ესე ვთქვათ სერიოზული ძალიან დიდ შრომაზდებს მაგაში და დედაჩემი ძალიან გვეხმარება და მე ხარ ცოტა ისე არ მინდა რომ სექსისტურად როლში ვიყო ისე წირეში მაგრამ მაინც მეძრება ფუნება ის რომ სამსახურში გავატარო დრო და ვაკეთო საქმე და იმდენი ენერგია მაგალითად
არ ხარჯო შეიძლება, არ ხარჯო რა ვიცი. ხო, მაგრამ რაღაც ორგანიზაციას ხო ახდენ მე. არა, კი, ვცდილობ, მაგრამ ჩემ მე ველოდები უფრო ის ეტაპს რომ როცა შევძებ რომ მოვიგდო ზურგზე ბავშვი და წავიღო სამსახურში დავდო ხოლმე. ხო, აი იკაბუჭოს რაღაცები. ატაროს თან. ხო, ეგ მინდა, მაგ მომენტს ველოდები რა. ეხლა ჯება და ანიტა. ой, იცი მე ორივეს დაბადებიდან დავათრევდი მე ხოლმე. ჩემს ანუ ეს ზე პატარა 8 თვისარი ჯერდა. არა, 3-4-ში შედგილი არის. რესტორანი ძალიან ხმაურიანი არის. მაგრამ ბავშვებს ძალიან უყვართ ქვაბები და ტაფები. მე მგონი ყველა შენებს არ უყვარდა? აი დღემდე უყვარს ილიას ტაფის თავში რთმა ჩემთვის კი. თავისთვის. ჯერ ანიტას ექსკლუზიურად წვერების მოგლეჯვა უყვარს, სათვალეების გატეხვა უყვარს და ასე შემდეგ, მაგრამ კაი. ანუ ეს რა მაინტერესებს, აი სულ მაინტერესებს. მე მაგალითად აღარ მახსოვს შვილებამდე რამე ღირებული გავაკეთე. ეგ საერთოდ ის არის, რა ქვია, მომენტალურად იცვლება. მე ყველაფერი შემეცვალა ერთ დღეს. აი რა შეიძლება. ერთი მეთოდის მას მივხვდი რომ შემიძლია ადრე თვალებში ჩავხატე მივხვდი რომ შენ გამო შემიძლია მოკლა ან მოკვდე. აი პირდაპირ გიყვარდა რომ ჩახედე ბავშვს. აი ხა იცი, გიკითხები ძალიან სერიოზულ კითხვას. ორი დონე აქვს. მე ჩემთვის ორი დონე, ორი მომენტი იყო. ერთი იყო ის რომ მე ძალიან გამიმართლა ის რომ საკეისროთი გაჩნდა ანიტა და რა ქვია, პირველ მე დამაწუნეს და ნუ ეგ იყო როგორი რაღაც იცი, ნუ აი მეთქი აი აქ ეხლა მორჩავს შესულა ცხოვრება რა, იმიტომ რომ აი პირველად ეს ხელი აიღო და ეგ რაღაცა აი მაგაზე ნუ აი გავნადგურდი, დავიშალე იმ ნაწილებად, ყველაფერი შეიცვალა და ეხლა ის მომენტია რომ რაც არ ადრე მქონდა ის რომ ჩემთვის ეგოისტურად ხნა ის რომ ფსიქოლოგიური პრობლემები რაც მქონდა ეს თქვა აი ცხოვრების მიზეზთან და რაღაცა თავიდან მოვაგვარა რა იგ ამბავი იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა წოდიყო ვიცი რომ მიზეზი მყავს ანუ ის მიდრეკილი ხარ დეპრესიული ტიპი ხარ დეპრესიული უფრო ნევროტული ტიპი ვარ შეიძლება დეპრესიulis რაღაც ასპექტებში ვარ ოღონდ არა კლასიკური ფორმით რა მაგრამ ანუ ის მეტი რომ ანუ ადრე მქონდა ის რომ რატო რაღაცა ანუ კითხვები გავაცნობ ეხლა ვიცი რომ ერთ გამიღიმს რაღაცა სტატუს მომაზილავს რაღაცა და მორჩავს აუ მართლა ჯერს ხო არა მაგას ვამბობ და მე სულ მაგას ვიძახი ვისაც ყავს ბავშვები კარგ პიარს არ უკეთებენ დასაკეთებენ პიარს არ აკეთებენ კარგს როგორ უნდა გააკეთო აი ზუსტად ეგრე ვარ მე სულ კაი პიარს ვაკეთებს ხო იცი რა ძალიან სტრესავენ ხომ ხალხს რომ რაღაცა ძალიან კი რთულია მაგრამ თვითონ არიან დასტრესირებული იმიტომ რომ თვითონ უდგებიან სხვანაირად უმეტეს მე ხლა არავის არ ვაკნინებ მაგრამ თავის კომფორტს უდგებიან რომ აი რაღაც რომ თვითონ შვიდად იყო რომ ეხლა იმას თბილად ჩააწვას არც ეკითხება ვერც კი პასუხებს მაგრამ აი ჩაფუთნოს ის ბავშვი რომ შენ შვიდად იყო რომ თბილად არის ის ბავშვი გაოფლილი გახვინტული აი მაგიტო ძინავს ამდენი რომ მაინც ახლა მე არ მინდა რაღაც ისე გამოდის თავზე ნამეტანი ავიღო ჩემ თავზე იმიტომ რომ ბოლო ხე რამოდენიმე თვეა ორი თვეა ცოტა ნაკლებად მაგ საშუალება სამსახურის გამო რომ ბევრი დრო ვატარო ხომ ბავშვთან რა მაგრამ რა ქვია ანუ დილა ღამე რა ეგ მომენტია ხომ მაგრამ ისიც აი ეპიზოდი გულის გახეთქვამდე არ გენატრება პირველი ბავშვი სახში რომ ანუ ისე ჩემთვის არ ხომ ეს მომენტი რომ დილას აი ხა დილას ცხელი გამოვიდი ანუ ეძინა და დაიძინა ანუ როგორ დაიძინა ბევრი აქტიურად და თვითონ თავი და რაღაც აი ეს დაიძინა რაღაცა და მე გაიღვიძა და პირველი და ეგრე ლოგინთან ვეწექი რომ გაიღვიძა რომ გაიღვიძა ეგრევე რაღაც აჟიტირებული იყო და მე კიჩო მოკლედ აუ რა მაგარია ყვები რო გტკივა ყვები რო გაკ მოგრეჯილი თან ისე თან გავს მე დიდი ხანი არა მე მალე აღარ დამსგავსება და დედაზე არა მამებს ბოლომდე ჩემი შვილი კოპიო მამამისია ამის მე მაინც მეც ვინახავ დედაზე დამსგავსება და არა მამას მაგრამ ძალიან სიმპათიური კაი არა გოგოა დედაზე you are very hot დედაზე დამსგავსება ჯობია ბავშვობაში როგორი იყავი ბავშვობაში აი ეგრი შეგრი ყველა ეგრი ყველა მამოთო hot ხარ როგორ გაგზარდეს ლაღად? როგორ? ლაღად გაგზარდეს? ლაღად არა. ანუ ჩემი მშობლები იყვნენ ის თქვათ თავდადებული ხალხი რომლებიც ეს თქვათ არ მოუკვლიათ არც ფუფუნებას აგერ ბალანსირებულად გამზარდეს ეს და შრომის ისიც მასწავლეს რა ქვია ყადრით რაღაც ეგეთი არც რა ქვია უაზრო ფუფუნება მოუციათ რომ რაღაც გავნებები ხოდა საშუალება რომ მოეცათ ფუფუნება მოეცათ უფრო მეტი ვიდრე მოგცეთ მან ის მეტი იყო რომ ემოციურად არ რაც შეეძლოთ მას მაძებდნენ და არასდროს მაგის გამო დანაკლისი არ ყოფილა ჩემთვის რა ანუ არ ვარ რაღაცა არ მოვდივარ ისეთი დინასტიური ოჯახიდან სადაც ფულია რაღაც ეგეთი ჩვეულებრივი საშუალო კლასის საშუალო სტანდარტული ოჯახი აი საშუალო კლასიკური უბრალოდ ისეთი ხალხი იყო ორივე კრეატიული და აი ორივე მომუშავე და რაღაც დედაჩემ მაგალითად ძალიან შემის მოყარე ადამიანი იყო და ძალიან კრეატიული არის კიდევაც და ძალიან კრეატიული არის იმიტომ რომ ხატვარია მაგრამ თან ხატვარია თან ძერწავია თან ყველაფერს აკეთებს ანუ ლიდერი მეწარმე ყველაფერი რა ეგეთი ყველა ნებისმიერ აი დედაჩემ არის ნიჭიერი აი რა მივადექით ყველაფერი ნებისმიერ ხელოვნების რამასთან რომ მიუშვა 4 დღეში იდეალურად აკეთებს ყველაფერს ანუ როგორ რაღაცა იცი რომ
ნუ ხატავდა თელი ცხოვრება ხო. ეხლა დეწვა დაიწყო, დეწვაზე დიდიაურად, ტორტებსაც ყოფს იდეალ. ანუ რამეს რო კიდევ ხელოვნებასთან დაკავშირებულს ეგრევე ბუნებრივად გამოსდის რა. მე აი არ გამაჩნია საერთოდ რა. რა გაგაჩნია? ნუ გასაცდელად მე უხეში გენიალურად. არა, მე შრომით ვაკეთებ, მე გაგასვენ. მე მაგრამ ხეში რაში გაგეხოწებ? საჭმელში და ყველაფერში. ნახე რა განსხვავება. ანუ არ იცი მე ანუ აი როგორ რაღაც მე იმას მოზდის ეს ყველაფერი ასაკეთებს. მე მიწევს ამას დაზეპირ სწავლა თითების მოტეხვა მიწევს მაგას ხო აი არ მაქვს ეს ბუნებრივი ტალღა რაც მოდის და მაგრამ დეჩებს მაგათ აქ რა ისე აქვს რომ აი ასხივებს ხელოვნებას ბოლომდე რა და შენ იქნებ სადღაც სხვაგან ასხივებ ესე და მარტივად. არა მე აი გარი მე მაგით ვიძახი სულ როცა ვიღაც ანუ ნიჭიერი აი შენ გამოდის მე რომ არა იმიტომ რომ როგორ რაღაც მე მაგ ერთი რაც შემიძლია თქვა რომ აი შეიძლება მეტი მაქვს ვიდრე სხვასა კარგი ცნობის მეყარება მე მგონი არის შრომით ყველაფერი არის შესაძლებელი თუ გაქვს რაღაცა კონკრეტული მონაცემი ნუ აქ მე ესე მგონი რთულია მაგრამ ეგრე ანუ გამართლების დიდი წილი საოცრებელია კაი რთული არის წონაში დაკლება მაგალითად თორე სხვა რაღაცა არ არის რთული ხო ამ ხელა ასაკში ინსტინქტურად ვიმეორებ ყველაფერს, რასაც აკეთებს რუსკას. სიგიჟე. მე მებრალდება ყველაფერი. ანუ ფეხს აწევს და მეც წევ. ანუ ინსტინქტურად ვაკეთებ. ანუ მე ზემოქმედება მაქვს შენზე. კი, შენზე ვისა აქ ზემოქმედება ყველაზე დიდი. ანუ მართლა გთხოვთ ერთ წამით თოკი შემომიტანეთ მინდა რომ მივაბა, პროსტო ცოტა ხანი. ხო, იქაც ამდენს მოძრაობ. უნდა მივაბა ცოტა ხანი, მართლა, იმიტომ რომ გონია რომ აი შეიძლება იქიდან გამოიქცეს მართლა. ანუ არ ჩერდებ. ეს არის ჩემი კუთხე, იქაც ეგრე მოძრაობს. No. Hell no. შენზე ვინ ზემოქმედებს? მე ზემოქმედებ ნანიკოზე, ნანიკო ჩემზე შენ? შენზე თუ შენ? ჩემზე ამ ეტაპში რა ქვია ამინდები ალბათ არ ვიცი აუ ამინდები ხო, მაგრამ არსებობს ვინმე ტიპი ადამიანი, ვინც აი რაღაცნაირად შეიძლება ოდნავ დააკოპირო, ოდნავ მის სტილზე ჩაიცვა. აი ოდნავ რო ხვდები რომ რომ ის შენზე ზემოქმედებს რა, რაღაცნაირად, რაღაც კუთხით, რომ შენც არ აღიარებ, რამდენია იცით ესეთი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იკონები ესე თქვა და რაღაც მისაბაძის ნაკლებად მქონია, ან კიდე ვინც ყოფილა ნამეტანი შეუძლებელი ყოფილან. ვინ ყოფილა, აი ვინ არის? ანუ ხაი ავი ახლა 8 წელს რო ვიყავი ჰენდრიქსივით მინდოდა რომ ყოფილიყავი, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ხა ჩემ ფეხს ვიქნები ჯიმი ჰენდრიქსივით. ამიტომ რა ქვია? ანუ ნახე რა რეალისტია, ჩემ ფეხებს ვიქნებიო და ისე გადაერთება. არავის და მე რაღაც მეჯგუფი რომ ვერავინ ვიცო და ვერავინ ვერ ვიქნებოდი და რაც ვარ რა. ჯეიმი ოლივერზე. არა, ვერავინ. არ გვინდა ეს რაღაცა ვიცოდი სპეციალურად აქ ხონდა შეაგდო რაღაცეები და შეთვლი რომ ის არ ნერვებს გიშლის ეგ კაცი ხო მე არ სხვანაირი ტიპის ზარეული არის რა ანუ რა აი როგორი ტიპის აი ტელევიზიის ეპოქისა მე ტელევიზიის ეპოქა მე ვიღასაც ვძახი აფშარ მაგრამ ნუ ეხლა მე რო ჯემიულერს ვაკეთებ საერთოდ სასაცილო არის მაგრამ რა საკრიტიკებ არა ყველას გვაქვს უფლება ყველა არ მომწონს მის სტილი რა ზოგადად გასაგებია და აყვანის თუ მომზადების აყვანის მაგას საქმეში დავისვი ადამიანებთან ურთიერთობები Those myths about the British. შენ რა ტიპი ხარ? ჩემი აზრით ცოტა წაიპიჟონებ. შენ ცოტა რაღაც პუჩი მაგარი გოიმი ხარ? არა, პიჟონი სული არ არის. ჭალებში თუ პედანტი ვარო არ ხარ? კი, იმია მოწესრიგებული აი. თითქოს თმათ შეღებილი, მაგრამ ისიც დალაგებული. ბევრი საყურე, მაგრამ ესეც რაღაც მილაგებული. ტატუები, მაგრამ ამასაც რაღაც წესრიგი გაქვს. ხო, ქაოტური წესრიგს უბიზნებთ, ესე ვთქვათ. ეს არის რა. აი ერთი რაც ვისაც ბაძავო შეიძლება ითქვას ეგეთი ერთი ენტონი ბურდენი ბევრმა იცის რა. ენტონი ბურდენი კულინარიც იყო და ტელეწამყვანიც იყო მე. ენტონი ბურდენი პროსტა ტიპი არის ესეთი რომ ანუ ხოცი რაღაც მარტო მზარობის არა, ბევრი კაცისთვის ესეთი როკ-ენ-როლია რა. როკ-ენ-როლი, შენც როკ-ენ-როლი ხარ რა. მე შეიძლება სიგო, ცნობრან. აი ეგ ბენდი. ვანაბი, მაგრამ ნუ ეხა რა ვიცი. ეგ უკვე ესეთ, ეგ ბუნებრივი ან გაქანალია. ხო და კარგად შეგავდი, ხოთი ხარ თქო. არა, ნერდი ვარ. მე გულისხმე შო ნერდი ვარ. ნინუცა ის ჰოთს რო ვიძახი. კი, ჰოთია. აი. ჰოთი ეგრევე. ისე მართლა ჰოთი ხარ? აი შენია მართლა მაინტერესებს. ყველა სხვა აქ რაღაც კონკრეტ შენ ხარ ჰოთი? მე ჯოხი ვარ ჩემი აზრით, ჰოთი კი არა. არა, კაი ხარ. ეცა მოდი გადავახვდე. ცეცხლაკიდებული ჯოხი. ეს ახლა ჯოხი კი არა, მოკლედ არ ვიცი ახლა მაინც კონტექსტი მიცოთ ისტორიული. ანუ ძალიან ბევრი ადამიანის სექსუალური გამოღვიძება შენ ვიდეოებზე იყო ბავშვობიდან დაწყებული რა. ამიტომ მე ხარ გინდა ახლა. ანუ
რა შემოძნე? საქართველოს ბანკის რეკლამა თუ ტიპი ხო იყო? ბანკის ეგო როცა ყვავენ. მოდი თქვა მაგას სოციალურ კულტურული როლი უჭირავს საქართველოს სპეციალურ განვითარებაში. ანუ დემოგრაფიული პრობლემა მოგვარდა რუსკას გაღიზიანებით. არ გინდა, ამიტომ მე მეთქვა მაგ პერიოდში მე არ მახსოვს ვინმე ყოფილიყო ჩემ გარშემო, ვისაც შენზე რაში არ ქონდა, ამიტომ გაჩერდა. არ და ძალიან პრანჭი ადამიანი ხარ, ასე გიყურებ. ანუ გიყვარს შენი თავის სწორად მოწოდება. დისტანციური სიფანცხვარი რა ხაისი. ძალიან ესე ძალიან ტონკად ესე ცოტა პიჟონი ხარ, ცოტა პრანჭია ხარ, მაგრამ პიჟონი არ არის ცუდი. აი ახლა არ გინდა ვიცი რა. არც პრანჭი არ არის ცუდი. ადამიანი როდესაც სულ პრანჭება, ეს ჩემთვის არის პირიქით. ძალიან მაგარი. პრანჭია რა. სუსტეში ყავს ადამიანი. ექსპრესიული დაუძახო. კი. ექსპრესიული სხვა რამეა, პრანჭია სხვა რამეა. ექსპრესიული ხარ. აი, პრანჭია. პრანჭია რა. რაში გამოიხადება პრანჭია? გეტყვი რა არის პრანჭია. შემოხვალ იმ წუთას ყურადღებას ითხოვ. თვალები, სალები გადახედავ. ანუ ჰოთია. ატმოსფეროს ქმნი. რა. ხო, ჰოთი ხარ, ყველა შემთხვევაში ჰოთი ხარ. არ ხარ? კი. ამას აკეთებ დედას გეფიცები ეგრეა. პირველად როცა გნახე, სტუდიაში გნახე იმ ჩაწერაზე. აი 700 კაცი იყო და 700-ვე შენ გიყურებდა. ხო, და არაფერს არ აკეთებ. ეგ რო ხმაურიანი ვარ. არა, ჩუმათი დექი. ანუ გაქებ და მიიღე რა. მივიღებ. ეს რა Ayo. გაიცი რა მაინტერესებს? აი შენს პროფესიაში, შენზე მაგარი ვინ არის აუ საქართველოს? ძალიან ბევრი, აი. შენ ახალ. ერთი მაინც მითხარი. აბიჯო, იცი რა, ორე მე სულ მაგას ვიძახი ხოლმე. მე გამიმართლა, მე რა ქვია, ატრაკებ ხა. აუ მაგ, უყურე, კულინარიაში ბევრია ჩემს მაგარი. საქართველოს გეკონკრეტულად. საქართველოში ვიძახი ხა, რა ვიცი, ანუ შენზე მაგარი ერთი მითხარი. აი ხა რო აიღო მაგალითად, თუნდაც შენი მიმართულება ოღონდ. ხო, და შენი ჩემ მიმართულებით მარტო მე. შეშა არ არის. მარტო ხარ. Asi შეშარა. უშიშოთ დარჩა. მეიმატა. ჩემ მიმართულებით თუ არა, ალბათ მე და ნუ ხდება ორი კაცი იყოს უბრალოდ ვიღაცა, ერთი 78-ის არის და მეორე ეხა 23-ის არის და ჯერ არ დაუწყია ნორმალურად და. და რატო ამ ხელად წყვეტა შენი იმიტომ პროფესია? რომ იცი მე მგონია რომ ანუ მე ცოტა ვამაყოფ არის რომ რაღაც მომენტში ესე გავარტყი ის ნიშნა რომელიც ჯერ არ არსებობდა რომელიც ვიცოდი რომ იარსებებდა. და განსჭვრიტე? ხო, აი მენტი იყო რომელიც ნუ შენ მარტო მე რა ბერმა გაარტყა კიდე ეხა მაგის მერე ჩემს მერეც მაგრამ ანუ ის იყო რომ მე მივხვდი რომ ტექნოლოგიები რესტორნის დეველოპმენტი რაღაც ეგეთი საქართველოში ძალიან მალე წამოვიდოდა და ძალიან 20 რო ვიყავი და ახლა მივხვდი რომ ეს უნდა ჩავაჭირო ბოლომდე. ბოლომდე ეგ არის თორე მაგიტომ რომ ჩემნაირი პროფესორი ზარეული ჩემს როგორ ჩააჭირე იმ წლებში ამ პროფესიაში არ არის? მასტერშეფი და მულტიდისციპლინარული ის არის კულტურა ანუ არის როგორ ჩემი მიმართულება რაც არის გასტრონომია დაუძახოთ ეს ვთქვათ ჩემ თავზე ახლა ბოლო დრო გასტრონომს ვეძახი რებრენდინგს ვაკეთებ რა შეფი აღარ ვარ გასტრონომი ვარ და მე გასტრონომი რა მაღაზია ხარ შეჭმოდა ეგეთ რაღაცა მაგრამ მაღაზია გასტრონომი ის არის რა ქვია ანუ არის გაერთიანება ცოტა მედიცინის ცოტა რა ქვია ფიზიკის ცოტა დიზაინის ცოტა ბრენდინგის ცოტა იმისი გრამაჟები ხო აბა აუ მაინც არ მეულები სახელს ვინ არის შენზე მაგარი ერთი აი თუნდაც ყველანაირად მე სულ ვიძახი მე ამ მომენტში როკლეთ ჩემი მეგობარია და დიდ პატივს ცემ ძალიან გიორგი აფსანძე რომელიც მგონია რომ უბრალოდ ეხლა ანუ ცოტა მაგას ბავშვი შეეძინა ამასნიად და რა ქვია ისე ცოტა ტემპის შეანელა ოჯახის გამო როგორც ყველას გვინდა რომ ქნათ ხოლმე დროს ხოლმე მაგრამ შეანელა რა შებარჩევნერებია შევატრაკებ ჩემი აზრით მე რაც მინახე ბუნებრივი ნიჭი კულინარიაში სასწაული არის მამუკა ამბავშვი მეც ხა ჩემთან მუშაობს მაგალითად რესტორანში არის შეფი რომელსაც მართვის მხრივ ცეხზე ამბობ ხო იმას რა ქვია ნუ თქვენი თეატრალები ვისხართ რა ქვია ანუ მართლა მადლობა რომ იქ ხარ ანუ ისიც გაარტყი რომ თეატრის გვერდზე არა ეგ გეგმა იყო პროს თეატრი იქ იმიტომ აღმოჩნდა რომ ერთად მოხდა ყველაფერი ერთად ეს ვახო კანდელაკის კოკოროინიშვილის და მარიამ როინიშვილის სინქრონით მოხდა ყველაფერი ხო და ისე რა ქვია მამუკაც მაგალითად ჩემთან მუშაობს ხო მართვის მხრივ ხო აი ხა შეფი არის ბევრი დისციპლინით ხარ რა შეიძლება იყო კრეატიული ძალიან მაგარი და რაღაცა ეგეთი აბსოლუტურად ძალიან მაგარია მაგ ამბავში მართვაში ძალიან მაგარი რა თქმა უნდა მამუკა მაგალითად ჩემთან რომელიც მუშაობს აი უკარგესი ლიდერი არის არის როგორი ლიდერი ეცი რომ ანუ აი ადამიანურ დონეზე ხალხთან ისეთი კარგი ის აქვს დამდალაგებული ისე ხო მოიც მეორე ისეთი რომელიც შეფს ძალიან მაგრა ჭირდება ესე თქვა რა და ძალიან ფანტასტიკურია ისეთი ხალხი ანუ ეგეთი ბევრი შეფი არის ძალიან თბილისში თამთაკი კალიშვილზე მაგრამ გიждდები იმიტომ რომ თამთაკიში რაღაც ნიშა უჭირავს ისე მაგრამ რომელიც მაგას საქართველოში ვერ დაეწევა ვერავინ მაგრამ ეგეთი იმიტომ რომ აი რო ნახოთ ახლა პროს რესტორნებში ჩამოთვლა დავიწყებ მაგრამ თამთაკი კალიშვილის რაც უშეფია ყველა რესტორანი ძალიან მაგარი ეგენი უდაოდ ჩემზე კარგი მზარეულები არიან, ჩემზე კარგი შეფები კლასიკური წარმოდგენით. ძველებიც ბევრი არიან ეგეთი მაგალითად. შეხო გასტრონომი ხარ. მე სხვა რაღაც ვარ, მაგიტო ხარ. მე მისგენი რომ მაგიტო ხო არ გახდი გასტრონომი რომ მოცილდი რაღაცნაირად. ძალიან მარტივი, ძალიან ლოგიკური რაღაცაა ხა, ვიცი, როცა იცი ხედავ რომ რაღაც კონკურენციას ვიღაც ვერ გაუწევ.
change the game რა, ანუ იმედია რა, ანუ ამ თამაში. ჭკვიანურად მივდეთ ამ თამაში მე ამათ ვერავის პრობლემა მოვუგებ, მოდი სხვა თამაში შევქნათ. ჭკვიანი ბიჭი ხარ. ნუ აბატო, ეგ არის. მაგრამ მაინც ძალიან გემრიელს საჭმელებს აკეთებს. გემრიელს საჭმელებს აკეთებს. გემრიელის საჭმელები, გემრიელის საჭმელები. აუ ცეხში წაგიყვან ერთხელ და გაჭმევ. მე იმე ყველა. მანდაც ახლა ეგეც ჩემი რესტორანზე, ჩემი ვახოს და კიდევ 2 მაგას არის ერთად არის გაკეთებული. აქვია ეს ანუ კონცეფციაც ესეთი რომ ანუ არ არის ის რაც მაქსიმალური შეიძლება იყოს, არამედ ის არის რაციონალური რაც არის კულტურულ კონტექსტში, რაც საჭირო გგონია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გგონია რაღაც დონეზე, ვცდილობ რომ არ ვიყოს რაღაცა ეკონომიკურად მოტივირებულები, არამედ ვიყოს მოტივირებული იდეოლოგიის დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოტივირება, რა. ეს არის ანუ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის ხოლმე ერთმანეთს. კი, უშლის ხალხი, ფულის კეთება რო მაგრამ გინდა რესტორანი, ის რესტორანი რეზოს ვერ იქნება იმდენად უწფელი და მონდომებული, როგორც ანუ შენ ცეთახმები იმას, რომ თუ გულით არ აკეთებ საქმეს, ის ფულს არ მოიტანს? არა, იმდენს რამდენი წეჭედოა? გულით თუ აკეთებ, იმდენი ფული არ უნდა მოიტანოს. აჰა. რატო რა? არა, კი, მეც ბევრი აი გულით რო აკეთებ, გული პირები, გულით რო აკეთებ, გულით უნდა მომიტანოს ბევრი ფული, აბა რა წმინდა. ბევრისგან გამიგია ეს დამოკიდებულება. მე ვქნი ყურე რესტორანი არის პროდუქტის მეწამე დაწესება. აი ხა შენ ამბობ რომ გულით ვაკეთებ და არ მინდა ბევრი ფული შემოვიდეს შენ. არა, არ მინდა მithos, არ მინდა. ეს ამბობს რომ ამბობს რომ გულით რო აკეთებ, ხო? ანუ იმდენი არ შემოდისო. თუ გინდა რომ მართლა სოციალურად იმოქმედო რაღაც გარემოზე, ხო? მაშინ იმდენი კომპრომისი უნდა აკეთო ბიზნესის მხრივ, რომ უბრალოდ ნაკლები ფული შემოდის რა, ეგრეა ხომ რა? ანუ ყველაზე კარგი რესტორნები, უცბად კარგი რესტორნები მომგებენი არ არის, იმიტომ რომ იმდენ ამაზე ზრუნავ ხები რომ ვიღაც რაღაც გააგებინო ასე ხა მე შემიძლია მაგალითად გავხსნა საბურგერი და გავხსნა სახინკლე მაგალითად და ძალიან წყარჩ შემა ფული ძალიან წყარჩ შემიძლია თქვა რომ ცეხი არ უჩივის კლიენტურას მოდი ვთქვათ მაგრამ იმის გამო რომ კულტურული წერტილია და სოციალური პოზიცია უჭირავს რაღაც თავისი და ხები ბუდი არის ასე თუ ისე თანამოაზრეების და ანუ თან ის არის კონკრეტული გეიმები ჩემი აზრით ახალ ქართულს უბერავთ რაც აი ძალიან კარგია აი ფიუჟენ არა ფიუჟენი არის იმენა აი ფიუჟენი არის როგორც ფიუჟენი რაღაცა შემოგ ფიუჟენიც გვაქვს მაგრამ აი ახალი ქართული ის არის რომ ანუ უბრალოდ კი ბაძავთ რაღაც კეთილს ქართულში არის აქამდეც მაგრამ რაღაც მოთ ჩვენ ფიუჟენებთ ქართული გემოებით რა და ეგ არის რა ანუ რომ ანუ ძალიან გემრიელი რაღაცა ახალი ქართული კულინარია მაგრამ ხინკალი მაინც ხინკალია ხო ნომერ პირველია და ხინკალზე ლუკას არ ეკამათოთ ხინკალი ეგრე კომერციულად რომ მინდოდა ხინკალს გავაკეთებდი და მაგით ფულს შევიდი მაგრამ მინდა რომ სოციალური ზემოქმედების მუღამი მაქვს. ზემოქმედების ცუდი სიტყვა უფრო სწორი სიტყვა არა, სწორი მინდა რომ ინფლუენსის დინების ნაწილი კი არ ვიყო, მაგრამ ჩვენ დინება ქონდეს, ანუ ბუდე შევქნა იმ ხალხისთვის და ბუდე არ არის. ეგ არის, ეგეთი ბუდეა ზუსტად. აი იმდა სპექტაკლი, ანუ ძალიან სასაცილო იყო. ეხლა როდის მქონდა, კვირას მქონდა სპექტაკლი რა და ნუ ქვემოთ რა ხდება ის და ჩვენი საგრიმალო სპანჯრები გადის ზუსტად აი სადაც ანუ ესე ქვემოთ აი როგორი მწვადი სუნი ამოდის ის რომ იქ ლუკა დგას და იმას მწავს იქით ისე და მე და თეონა ლეჟევა აი ესე მიკრულები რომ აი და კოსტიუმები გვაქვს თან იმისი და აი და თან ვერც გამოაღებ ფანჯარას რომ ხო ვერ იყურებ, იმიტომ რომ მაყურებელი ზის დარბაზში და მუსიკა და აი მე ერთი მოიწერე და ამოგაწვით ხოლმე. მე რა მოგვაწვი საქმეც მაგ იქიდან ამომაწვდი, გვერდიდან ამომაწვდი. კი, მართალი რა მოგიდებ პირდაპირ. მართალი ხარ, რა მეცოდი. არის რო იცით ესე. მორჩა, იქიდან შემოგივერდე. თან მეორე მოქმედი აუ მართლა ეგეთი ის უნდა გააკეთო. აი ვინც არ გამიკეთოს ასე შემდეგ კვირას სპექტაკლი. მომწერე და ვინც არ გაკეთოს ამოგიდებ. ჭამა გიყვარს ისე მართლა მე არა კაცო მე ძალიან არ ვარ კაი მჭამელი რისი ჭამა გიყვარს ყველაზე უფრო რისი ჭამა ყველაფრის აი საერთოდ ყველაფრის მე ეგრე მგონია თუ სწორად აკეთებ რამდენი ხინკალი გაქვს დაჭამი აუ ეგ ბავშვი 23-ია მე 24 ოღონდ მართლა ჩემი რეკორდი არის 5 ხინკალი და 2 ქაბაბა ხო მან ხინკალი არის პირველი უძლეველი ხო ჯერჯერობით ხინკალი აიცი არის ხინკალი თუ არის არ მგონია მე ვიცი რასაც იტყვის ჩაკაფულს იტყვის ეს შეიძლება თავისთვის ჩაკაფული რატო არის ეხა სხვანაირად ცოტა აზრი შევცვალე ბოლო დრო რა მე დავტოვარ იქ თან აზრებს ხო მე მგონია ზოგადად მიყვარს რომ აზრს ვიტყვი ხომ ხშირად რაღაცებს აი კაია ანუ გეტყვი ხარ როგორ რაღაცა რატო ჩაკაფული კი ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგრამ იმდენად სეზონური არის რა არ გვაქვს ეს ლაკმუსის ტესტი რეალური რომ წლის მანძილზე სულ რო იყოს მაშინ არ აზრი გვექნება მაგაზე იმიტომ რომ ეხა აქ ეს ძალიან მისტიური როლის და ხოდები მარკეტინგი მოდელი ძალიან მაგარი პოზიციონერები წელიწადში მოდის ერთი თვე ხომ ჩაკაფულის ბუმია და ხოდები დანარჩენი დრო ეს უჩtildeში ხოდი ძალიან იდუმალი რაღაც სიგარეტს წაუკითხე ხომ ჩაკაფული ხომ და ეოდება ხომ მანამ სხვები ეს თქვა რაღაცებს აკეთებენ და ხო მაგრამ იმასაც სულ რო იყოს ყელ შემოგვიდოდა თუ არა იქნება და საინტერესო რა იმასაც ხო ერთხელ ვაკეთებთ პრინციპში საცივის და რატო არ არის მისტიური საცივი საცივიჩი გემოში იმასაც ერთხელ ვაკეთებ საცივიჩი ჩაკაფულს გემოში ვერ შეეძლო გემოში არა მაგრამ ერთხელ კეთდება ისიც ხო მაგრამ
თორკეთება. იმას არ აქვს, იმიტომ ინდაურია რა, ინდაური რა იმიტომალების. ინდაურია რა. ინდაური ნიგოზი. კარგი, მაშინ აი როგორც ვთქვი სამკუთხედი კი არა და პირამიდა გავაკეთოთ. პირამიდა როგორია? მასლოუს პირამიდას ვაკეთებ. და მასლოუს პირამიდა გავაკეთოთ. საჭიროებების მიხედვით. კი. იცი მაშინ თვით აქტუალიზაცია კენწერო რო ავიღოთ, კენწეროში უნდა იყოს მაშინ არა, ეგ შემწვარი კარტოფილიო მიშველე. ფუნდამენტშია. აცადეთ რა ადამიანს პირამიდის აწყობა გთხოვთ. კენწერო ფუნდამენტში შემწვარი კარტოფილი, კიდრამდე სალათის წვენი რო ჩააწო, ლებეგა. ფუნდამენტში რო არის. ეგ ხო ეგ მაგაზეთ დგას, თქო უნდა. აბა რა, თქო უნდა. შოთის პურის მანდვილი. ოი მამა. გუდის ყველი, ჭადი ყველი, ეგენი. გუდის ყველი ხო რა. მაიმე აჯიკა გუდის. ოი მამა, ოი მამა. ჭადი ყველი, ეგენი. გუდის ყველი. ხინკალი გამოვიძახოთ ხო? მერე მეც მესესერი ვარ. ანუ ოი ძალიან. ანუ ფაქტიურად ის დაგვემართა რა ქვია, თან უცნ. მოდი ეს ამით კულინარიულ საჭიროებას დავანებოთ თავი. პირამიდა შეავსო და დავანებოთ. მერე ანუ მაგაზე დგას უკვე ის გულს რო გითხრა შქმერულები დგას. შქმერული, ტოპ. აი ოსტრი ეგეთი რაღაცები მანდარი უკვე მეც იცი ანუ ის თუ წყურვილის ელემენტარული ის არის მოკლედ მერეად უკვე ეს რაღაც ვნება და ეგეთი რაღაცები. ესეთა ინტენსიური გემოები არ ჩამოთვალე, ხა რაღაცა ისეთი. ჩააწופდა რაღაცთან და აუ, შქმერული იცი როგორ მიყვარს. შქმერული როგორ მიყვარს, იცი აი გულის გახეთქვამდე შემიძლია ვჭამო შქმერული. მე ნიორი უბრალოდ. აუ, აი შემიძლია ჩავწმეს შქმერულის აბაზანებში და ბატატუნო პური. აქედან, იქიდან. მე ხაში მოდი მე შქმერულს გაჭმევ რა აპოლო. მოდი ცეხში არის შქმერული? დამატე. ოფ მენიუ გვაქვს ისე ხანდახან ხოლმე. მე ანუ ეს ნების დონე რა ვიყო. ნების დონე. შემდეგ უკვე იწყება უკვე ინტელექტუალური აქტუალიზაცია. მას ჭირდება რაღაცა ნაბიჯები რომ მოგეწონოს, ხდები, მაგალითად კუპატი. მაგალითად რა. აი ხდები, ყურე? აჰა. იგრევე. აი რა ხო ფიქრობ, რატო კუპატს რა უნდა? კუპატს უნდა პირის გაწვრთნა. ხდები? უკვე ვიზუალურადაც არ ხო, აი მაგას უნდა გადალახო რაღაცები, ხდები რაღაც რო და მე გაფასებინებს ხდები. ეს არის კუპატი არის როგორც იცი, აი კუპატი არის თანამედროვე ხელოვნებაში რო აი უყურებ და რატო? ფიქრობ და არის და მე რო ხედავ რაღაც აზრს ხდები კონტექსტს მე რაღაცა იქ ფერის რაღაცები ჩემთვის და მაგიტომაც ალბათ არ მიჭამია არასდროს. კუპატი არის უმათურმანი არის რა ქვია იმის რა ქვია კულინარიის საყარო ხო ქართულ პონჩზე რა როგორც რა აი მოგწონს მაგრამ რატო ხდები რატო რა იმენტია და უმათურმანი მართლა რა იცი ანუ ცოტა ის ჭირდება უმათურმანი ქართულ კულინარიაში კუპატი ინტელექტი ჭირდება ოდნავ დააფასო ეგ სილამაზე ხდები ძალიან საინტერესო დამაფიქრე ხა იმაზე რომ მე შეიძლება კუპატი გავსინჯო არ გასინჯული პროდუქტია რა არა მოიწადე ჯერ დავამთავრებ პირამიდას ნუ გადავუსწრებ მო სუბო ანუ ხო კუპატი მან კიდე ესეთივე რაღაცები რა არის კიდე ეს პირველი ეს იყო ინტელექტუალის მერე ნება მოდის ალბათ ნება იყო ნება ქვეშ იყო ხო ხო ბოლო მოდის თვით ახსრულება აბა რაზეც დგას ხინკალიც მანდა ნებებში ხინკალიც მაგაში ნებაში იყო ხო და თვით ახსრულება რა თვით ახსრულება არის აი ეს უნდა იყოს რაღაცა ისეთი რაც მე უფრო მარტივი რაღაცა ვიდრე ყემალი არის მგონი ემაზე გამახსენდა ხოლმე იმე პანარე ბოში აი ემაზე როგორ აი ემალი ყემალის არსი არის ის თუ ყემალს არავინ სამყაროში არ აფასებს ნაყოფ ყემალს ჩემი შვილი კატო აფასებს ყემალს ნების საფსოფლიოში ყემალი შემიძლია კოლზები მარტო ჩვენ მივაგენით მარტო ჩვენ ჟავემ ძაღი ნაყოფი და ვაქციეთ ყველაზე მაგარს როგორ გეკადრებათ ერთხელ მესტიაში ვიყავი და ვიღაც პატარა ბიჭი გამოვარდა რაღაც გძელი მწვანე მომიტანა ესეთი ძალიან გძელი ხახს თუ იმას პრასკავდა ოღონდ ძალიან დიდი და ჭამეო და აღმოჩნდა რომ სვანური ბანანია მარტო სვანები იყენებენ ალბათ ასე იფსქნება როგორ არ გაგისინჯავს სვანური ბანანი ხო არ გაგისინჯავს სვანური ბანანი ჰაჯა რა სვანური ბანანი ჰაჯა ესე ეძახიან სვანური ბანანი პრას გავს თუ მეთქი ანუ ოკეი მეთქი ბანანი იგუგლება სვანური ბანანი არა ხო იას კოლორაბია თუ რა არის რაღაცები კი ბევრი რამე სვანური ბანანი ღეხი ხო აი რატო არ გამოგიყენებია მარტო სვანები ხმარობენ კულინარიაში და გასტრონომიაში იცი რა მეტი აყურა რა აუ როგორ მიხარია რაღაცა ისეთი ვიცოდი რაც ამ სვანური ბანანა იცი რა შეაქმე განვითარდი მე განვითარდი იცი რატო რა ქვია ეგეთი რაღაცები ხომ არის
ხო. რა ქვია, არასტაბილური საბაზო სიტუაციაში. მაგრამ ვერ ვიყენებთ, რა ვქნათ? პასუხს ვერ გაგცემს თუ რა? ვერ გამაინტერესებს ძალიან დიდი ხანია. და გთხოვ გულახდილი პასუხი გამცე. აი არ დაიწყო ეხლა ეს აი გამეცი პირდაპირ. მთელი ცხოვრება ერთი საჭმლის, ერთი კერძის ჭამარა მოგიწიოს სიკვდილამდე. რომელი იქნება? მე ვიცი, ჩემი. შენ იცი შენი, მე აზე არ ვჯერ არ ვიცი, ლუკას ვეკითხები. ანუ ნაყინი. რომელი? აი რომელზე ნაყინის ჯგუფი რა ვარჩვა შეიძლება ნაყინი. მთელი ცხოვრება რომ მოგიწიოს ერთი მარტოს მე ნაყინები რო იყოს. ნაყინი უნდა ჭამო? მოვტები ძალიან მალე ეგეც ამარა. მაინც ანუ მაინც ფილის ჩინჯავდა. მაგრამ კიდევ ნაყინით მოკვდები რა. ეგრე გიყვარს ნაყინი? ნაყინი ნებისმიერი რაღაც ნაყინი მიყვარს. ანუ გაყინულ მდგომარეობაში შემიძლია ჭამო ნებისმიერი რაღაცა დაწყებული ხორცით დამთავრებული იმით რა ქვია. გაყინული უნდა გაყინული გაპიურებული ნაყინის ფორმით. და გამოვხდებ რა შეჭამდი რა ანუ სიკვდილის წინააღმდეგ მთელი ცხოვრება რო იყოს ანუ რო ჭამდი შემწვარი კარტოფილი იქნებოდა და ბაჟე ანუ დიდი ხანი გაძლევდი აი ნაყინით მალე მოკვდები ნახე რა თქვა შემწვარი კარტოფილი და ბაჟეო და აი დედას გეფიცები თვენახევარია ყოველდღე ვჭამთ მე და ეს შემწვარი კარტოფილს და ბაჟეს მეტი არაფერს არ ჭამთ ხო კი ცოცხლები საერთოდ რანაირად აზ ყუჭი არ ვიცი ჯერჯერობით ხოძზე ვართ რა მაინც არ მითხრა ვინ ვარ ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს ისგან შენი თავის აი ლუკა ნაჭყებია რო გკითხო სერიოზულად რო დაფიქრდე შენს თავსაც უთხრა ვინ ვარ მე ანუ ვინ ვარ სოციალური არსება ვარ ადამიანი ვარ შეგზარეული ვარ გასტრო არა ვინ ხარ წე რავა თქვი რომ ხოთი ვარ თქო როცა მის ბოლოს აღმოჩნდა რომ ხოთი არა რა ქვია მართლა ვინ დოროტი ხარ კეთილი ხარ რაღაცა გინდა მშვიდი ხარ აი რა გივინა ხარ ბრაზიანი ხარ მე მაგ ეგეთი ძალიან კალასაგასა კაი ფრაზა რომ ყველანი ვართ ესე რა ვთქვა გალაქტიკური მტვერის ნამცეცები ოპა ეგეთი განო აი ესე რომ ჩვენ მე მგონია ესე რა ქვია ძალიან დიდი სამყაროში ძალიან პატარა ნაფოტი ხო მაგრამ ეს ნაფოტები ხო ყოველდღე დგებით ბანაოთ ვიპარსავთ ვიწვავთ მე მგონია რაღაცა ჩხუბობთ რაღაცებს ვაკეთებთ მოდივართ მაგ ძალიან აპარტამენტი თავდაგობა მაქვს მე მაგ ეგეთი აი გონდა აპარტამენტი ორი უკიდურესობა ანუ მე იმდენად აპარტამენტი ვარ ძალიან თავდაბარი ვარ იმდენად დიდი თავდაჯერება გაქვს თავიდან გახსოვს ვიდი დავიწყეთ ლაპარაკი რომ მაღალი თვითშეფასება გაქვს ხო და არა პირიქითო ხო და ეგრე მაგმაში მე მგონია რომ რეალურად უბრალოდ ადამიანი მე ვარ ადამიანი მას იმედი აქვს რომ 100 წელიწადში ვიმეს ეცოდინება ჩემი სახელი აუცილებლად ეცოდინება ეს გინდა შენს გინდა რომ შენი სახელი შენი სიკვდილი ანუ ყოველ შემთხვევაში ცუდად არ მომიხსენიონ რა აი რა ნიშნულობ რო მოკვდები როგორ რა ვიცი არ ვიცით იქნებ გავიგებთ შემთხვევით ანუ on როგორ ვიძახით მაგალითად აი თვითფრინავი ხო ფრინავს კი ხო მაგრამ ბერნულიზე ხსენიათ ვიზე ვერ გავიგე ნახევარი არ მესმის ბერნული იგეთ ხო მეცნიერი კი მე სწავლობდა იმას რა ქვია ნუ აეროდინამიკის ერთ-ერთი ის იყო რა აი ჩემი ჭკვიანი მოკლედ იმის გამო რომ ხები შეიძლება ყველა მაგრამ ვიღაცას რომ 100 წელიწადში კიდე გამოადგეს ჩემი რამე გაკეთებული აი that's good enough ანუ ამას ამბიცია აქვს რომ ედისონი იყოს ედისონის რაგე მაგრამ მე არა ვინმე იმიტომ რომ იცი ამ ხე მე მაგალითად აი ყურე ბარბარა ჯორჯაძეს მაგალითად თქვა ხო არ ვფიქრე იმაზე რომ შეიძლება ვიღაცამ 100 წელიწადში გადაშალოს მისი წიგნი ხო აი მეც მე ფიქრობდა და ამიტომაც ვშლი შეხო ფიქრობდა ალბათ გადავშლი შეიძლება ხო იმედი ალბათ შემდეგაც ფიქრობდა რაღაცა პროსტო იმიტომ რომ რაღაცა ატარა კონტრიბუცია მქონდეს ისეთი რომელიც იმეს ამაში გამოადგება ოღონდ არა ხვალ არა წელიწად შენამეთ 100 წელიწად ეს შენი ეგოს გამოძახილია თუ უბრალოდ გიყვარს რომ ხალხმა ეგ არის ეს არის რითიც შეიძლება შევიძინო თვითღირებულება როგორ ფიქრობ აი როდესაც არ გესმის და არ იცი შენზე ადამიანები რას ლაპარაკობენ აი რომ გადიხარ ხო ჭორაოს ყველა აი ეხლა დღეს რო გახვალ აქედან შენი აზრით შენზე რას ვილაპარაკებ ბრაჭული კითხვები in action ბრაჭ აი ხო არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც რაღაც ადგილს ტოვებ, გადიხარ და გეფიქრება, რომ ეხა იქ რაღაცა რა თქვი რა თუ ლაპარაკე ნეტა ეხლა რა მე ხო არის ზოგს ხავს მაგრამ არის ვასები ზოგს ეზიზღები ზოგს მოწონ ხარ ზოგს ისე ხო ეხა აქ ეხა უმეტესობასთან ძალიან კაი უთმო მეგობრობ და რაღაცა გეტი ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ პირველი გაიცა პასუხს ეხა რაღაცნაირად ნუ მობრუნდი არ დამავიწყებ მარიამი იტყვის სუცუ შენი დაიტყვის სუცუ შენი იტყვის შენ რა იცი აქ ხო კაი ტვენი მოწყლა შეიძლება თქვა მაგრამ კარგად იტყვის იქნებ იმის გამო მოგიყვანთ რომ კაი რეიტინგი გარ და ჰოთი ხარ და ეგეთი რაღაცები და გამოგიყენეთ იქნებ ჰოთი მაგის არა დიეტაზე ვარ ხო გადიეკეთ ნა კი მოგიტანი ნაწყვიანი და ვანილის აჰა თეთრი ნაყვარი კიდე არის მეც თეთრი მინდა ეს არის როგორც ჩემთვის სულ ერთი მე ვარ ძალიან კომფორტული ადამიანი
არა, მე ვაფშე არ მინდა, ისე გავიყინები, რომ ვეღარ წავდგები. მაგრამ ასოებ ნა. ერთი დალოკე, ლუკა წერედიანო. ლუკა ნაჭრებია დალოკე. დალორწკე. გამოართვით, წაიღეთ. უნდა წამართვათ. არ მინდა. არა, წამართვით დროს მაინც. არა, მე შევჭამ ამას. მომდე ვჭამ. აუ, მე ვჭამ. არ მინდა. 20 დღე ყბილი ამჭამე და მან. ვონება. ზასო და კალორია აქვს აბას. ვიცი, მაგრამ 80 კალორია. ცხიმი არ აქვს საერთოდ, დედას გებისა. კოზით რო ჭამდა გარეთ ხომ? ვიცი, ვიცი, ამდენი ეგ, მაგრამ არ მაგაზე არის, ესე როგორც იცი. პატარა ოდნავ ჰეროინი არ არსებობს რა. ეგ ვიცი. გამოკიდებულ ადამიანებს ეუბნებიან ერთი წვეთი ბევრია და ორი ბოთლი ცოტაა თუ რა. ეგრე ზუსტად, იმიტომ რომ ეხა ეს ეხა აუ რა უნდა და რა ეს არის და სადიზმი არის. აი ეს ამ ლამაზ ნოტაზე ჩვენი მეორე ნოტაზე, აი ჩემი უფროსია მაინც ხო ხვდებით, ანუ რასაც მეტყვის იმას გავაკეთებ. ამ ლამაზ ნოტაზე ჩვენი მეორე ეპიზოდი, რუსიკოს და ნანიკოს მეორე ეპიზოდი დასასრულს მივახლოვ და გავტლიკეთ ნაყინები და უძახეთ ლუკა ნაჭყებიას ხოთი, ვილაპარაკეთ საინტერესო თემებზე. ვიფართხალეთ კიდე ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ფართხალი ნუ მე ვაბრალებდა ფართხალს და ბოლოს იმდენი ფართხალა რომ შეიძლება კადრში არ იყოს, მაგრამ ამან დაიწყო ვაფშე ფართხალი საერთოდ რა თუ გაინტერესებს. მაგარი მოიტეხა მართლა. გაგატანო? იცით რა არის? ეხლა უნდა თქვა მნიშვნელოვანი სიტყვები. აუ გამოგვიწერეთ, დაგვასაბსკრაიბეთ, დაგვალაიქეთ, თორემ გაგინებთ. და გაგვაზეა. და კომენტარებში აგინეთ. ეხლა ნამდვილად დანაკლისი მაქვს. ხო, ყვითელი გულები და თავი არ მაგინებინოთ, აბა შემდეგ პირამდე. რატო წამართვი ნაყინი? რატო წამა რას მიჭამდი აქ გვერდზე ნაყინს?